1300-ზე მინდა საუბარი რასაკვირველია, მათ შორის პირველ ყოვლისა მინდა ირაკლი კობახიძეზე საუბარი. მინდოდა ირაკლი კობახიძეზე საუბარი. მინდოდა ავიღო მისი 1, 2, 7, 10, 15, 23 განცხადება. ბოლოდროიდელი რასაკვირველია და თითოეულ მათგანზე უნდა შევჩერებულიყავი 1 წუთი და 1 წუთი რო შეჩერდი და ვერ ჩაეტევი 1 წუთში ცხადია, ხო? 23 განცხადება რო აიღო 23 წუთია და 1 წუთში რო ვერ ეტევი, შესაბამისად 2 წუთში ეტევი და 46 წუთია და 2 წუთშიც ვერ ეტევი და 84 წუთში უნდა ჩაეტიო თითოეულზე და 92 წუთია და ვისა აქ ხა საათ ნახევარზე მეტი. ირაკლი კობახიძისათვის მით უფრო რომ კარგად უნდა გავიგოთ. ირაკლი კობახიძე და სხვები ამ ყველაფერს სჩადიან, ამ ყველაფერს აკეთებენ, ამ ყველაფერს აცხადებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი რეაქცია და გადავერთოთ ხოლმე ამ რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავაკრიტიკოთ, არა თუ გავაკრიტიკოთ, არამედ კედელზე უნდა ავატყებოთ ეს ირაკლი კობახიძე და არც უნდა ჩამოვსვათ იმ კედლიდან, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენს ენერგიას გალევენ ხოლმე ამით, გალევენ, ხარჯავენ, გახარჯავენ ხოლმე. ამასობაში სხვა ისეთ მზაკრობებს გეგმავენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებიც თითქოს ჩვენ ამასობაში გამოგვრჩება ხოლმე. რა მზაკრობას გეგმავს საქართველოს ფაქტო ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი სწორედ კობახიძეზე მაინც ვიტყვი 3-4 სიტყვას. პირველი, აცილაპარაკა ანდრო ჯიჯინაძეზე არ არის ეს სისულელე, ეს არის სიმახინჯე. ეს არის აბსოლუტურად დეგრადირებული მოქალაქის, პირველ ყოვლისა მოქალაქის განცხადება. ის არ არის ქართველი, ირაკლი კობახიძე, ის არის რუსი. არავითარი განსხვავება არ არის ირაკლი კობახიძესა და ვინმე ივანო პეტროვ სიდოროვის განცხადებას შორის, თუ ეს უკანასკნელნი გააკეთებენ განცხადებას ანდრო ჯიჯინაძეზე ან მზია ამაღლობელზე. მაგრამ ერთია ივანო პეტროვ სიდოროვი და მეორეა რაც ილაპარაკა მან 9 აპრილთან დაკავშირებით პუტინი იტყვის ზუსტად იგივეს. როდიონოვი ცოცხალი რო ყოფილიყო, იტყოდა ზუსტად იგივეს და კიდევ ვინო ცოცხალი რო ყოფილიყო, ლებედი, ის ამბობდა გენერალი ლებედი, ის ამბობდა ამგვარ აზრებს წარმოთქვამდა და თავს გვახვევდა. ეხლა მე გეტყვით ვინ არის გენერალი ლებედი, ყველაფერთან ერთად ვინ არის გენერალი ლებედი? გენერალი ლებედი არის კაცი, რომელსაც 95-96 წლებში ეპარტნიორებოდა და აფინანსებდა ბიზინა ივანიშვილი. და როგორ არც ერთს ქართველი ჟურნალისტებად წოდებულებიდან არ მოგივიდათ აზრი იმის თაობაზე, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით, როცა კითხვას უსვამდით დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს ან სხვებს გეკითხათ მათთვის, რომ ბიზინა ივანიშვილი აფინანსებდა თუ არა ლებედს და ვინ იყო ეს ლებედი, რომელიც თავის მხრივ ზურგს უკან იდგა მომავალი თავდაცვის მინისტრის როდიონოვის ზურგს უკან იდგა იმ როდიონოვისა, რომელმაც აღჭეხა 9 აპრილს. საერთოდ 9 აპრილის ამბავი და არა მარტო 9 აპრილის ამბავი, ანწუხელიზის ამბავის და ამაზეც 2 სიტყვას ვიტყვი, მასზეც 2 სიტყვას ვიტყვი, ხო ერთგვარი კარგი ლაკმუსის ქაღალდია, კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდია, რაც ჩადის არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება. რაც შეეხება გიორგი ანწუხელიძეს, ჩვენ გვჭირდება ცოცხალი გმირებიო, როცა ამბობს ირაკლი კობახიძე რუსი, ხო, ჩვენ გვჭირდება ცოცხალი გმირები, რასაკვირველია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ნებისმიერი ის გმირი, ეს არის გიორგი ანწუხელიძე, ეს არის თამაზ გინტური, ეს არის სტატუნაშვილი, ეს 2008 წელს დაღუპულები არიან, ეს არის უკრაინაში დაღუპული ბიჭები, ეს არის საერთაშორისო მისიებში დაღუპული ბიჭები და ასე შემდეგ. გმირები არიან იმიტომ, რომ ისინი ქვეყანას შეეზიდნენ. ისინი თოხითა და ბარით რომ ყოფილიყვნენ, მათდამი ძალიან დიდი პატივისცემის გათვალისწინებით და არა მიუხედავად გათვალისწინებით სწორედაც, რომ ისინი თოხითა და ბარით რომ ყოფილიყვნენ 2025 წლის აპრილის თვეში, რომელიმე მათ სოფელში ისინი გმირები ძალიან დიდი ბოდიში რასაკვირველია, მაგრამ ვერ იქნებოდნენ და ამათ მაგალითზე როგორც გმირებისა, დაღუპული გმირებისა უნდა იზრდებოდნენ და გაიზარდონ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მომავალი თაობა და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძე შეგნებულად აკნინებს მათ, ისე როგორც 9 აპრილის გმირებს 9 აპრილთან დაკავშირებით იცით თქვენ ამ რუსმა თქვა, რომ ეს არ იყო რუსის ჯარიო, ეს იყო საოკუპაციო ჯარი კი არა, ეს იყო საბჭოთა ჯარიო, საოკუპაციოს არ უთქვამს. თითქოს ისე გამოხავს ირაკლი კობახიძეს და ეხლა ნახეთ, მეც გადავერთე ირაკლი კობახიძეზე, სხვა რაბეზე მინდრო ალაპარაკი და ირაკლი კობახიძეზე კი მისევს. კარგით, და მაპატიოთ დაახლოებით 2 წუთი. ისე გამოხავს, რომ თითქოს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქი ყოფილიყოს ვილნიუსი, ტაშკენტი, კიევი ან აშხაბადი. მოსკოვმა გასცა ბრძანება და ეთნიკურ შემადგენლობას
იმ ჯარისა, ვინც იყო გენერალი ლებედის და როდიონოვის თავკაცობით თბილისში და ვინც აჩეხა ჩვენი დემონსტრანტები, მშვიდობიანი მოქალაქეები, რას საკვირველია მნიშვნელობა არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარი, რუსის ჯარი ეს იყო. პირდაპირ მნიშვნელობით დამოუკიდებლად იმისა, ვინ იყო იმ რაღაც სპეცრაზში თუ ჯარში, ვინც შემოვიდა 8 აპრილს კი არა, მანამდე შემოვიდა, მაგრამ ვინც აჩეხა 9 აპრილს გაფრთხილისას ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები ამ 30-36 წლის წინ. მაგრამ რატო არ ასახელებს ირაკლი კობახიძე ეს თქვათ ხო ორი სიტყვით ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ინსტრუქცია აქვს რუსეთისაგან, რომ რუსის ჯარი მაქსიმალურად უნდა გათეთრდეს, არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ეს რასაკვირველია ასეა, მაგრამ აი როგორ ვერ ბედავს ხო ვითომ დისიდენტის მამამისის გიორგი კობახიძის შვილი ირაკლი კობახიძე რუსების დასახელებას. რუსები, მეგობრებო, უკლებლივ ყველანი რუსები იყვნენ დამოუკიდებლად იმისა, რომელი ეთნიკური შემადგენლობის იყო, რომელიმე ერთი ჯარისკაცი 9 აპრილს შემოსული საქართველოში, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე არის რუსი, და როცა ჩვენ ამაზე ამ კუთხით ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, ვინც რუსულ საქმეს სჩადის საქართველოში, სწორედაც რომ რუსია, იმ შემთხვევაში ჯარისკაცი X-ი ნებისმიერი გვარის, რომელიც როდიონოვის ბრძანებას და რეალურად კრემლის ბრძანებას ასრულებდა და ამ შემთხვევაში კობახიძე ისიც X-ი ან Y-ი თუ გნებობთ ესე დავარქვათ ქართულგვარიანი პირი, რომელიც უბრალოდ იგივე სჩადის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც სჩადიოდა 1999 წელს შემოსული ჯარისკაცი ოკუპანტი ორლესული ნიჩბით და ჩეხავდა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას და ქართული საზოგადოების შვილებს, ხო, ესე უნდა ვთქვათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მაგრამ კობახიძეზე აი ნახეთ მეც მომიხდა, მეც რაღაც შეცდომაში შევტოპე ახლა და მიწევ კობახიძეზე საუბარი. და გარშემო აკითხავთ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება მეთქი და მართლა ხდება საინტერესო ამბები. ეხლა უკრაინაზეც მინდოდა საუბარი, როგორ ჩავიდა ვიტკოფი და რუბიო პარიზში, რა საინტერესო დეტალებია ამ შეხვედრისას, მაგრამ შეხვდნენ ისინი. მე მინდოდა საუბარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ რა გააკეთა, რა განცხადება გააკეთა ჩინეთთან მიმართებაში, როგორ მოეწერება ხელი ამასობაში მინერალების, მაგალითად ალბათობით მაინც ესე ვთქვათ, მინერალების შეთანხმებას, როგორ იყო ჯორჯია მელონი, როგორ შეხვდა ჯორჯია იტალიის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპს და როგორი საინტერესო რაკურსის განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ მასზე დიდ კრიტიკას იმსახურებს, რასაკვირველია, მისი ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, რომელსაც არც არავინ მართლა არ ეკითხება უკრაინის საკითხებს, მაგრამ როგორ არ ეკითხება, ტრამპი ეკითხება. ვიტკოფი იცით თქვენ რომ პუტინთან იყო ჩასული და პუტინმა იქ აბმანული დურაკა, ნაჩიტური კულაკა გაუკეთა, ხო ისეთი რაღაცეები უთხრა, რომ ისედაც მოხიბლული და მე ეჭვი მაქვს რატომაც მოხიბლული, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. და მე კი არა მაქვს მარტო ეჭვი, არამედ დასავლეთის წამყვან მედია საშუალებებსაც. ისედაც მოხიბლული ვიტკოფი სხვა შორის აი პუტინის წარმომადგენელ დიმიტრიევის მაკაცი, მეგობარი პირდაპირ მნიშვნელობით. ისე მოიხიბლა დამატებით პუტინით, რომ პუტინის წინადადებებით, რომ ეს ჩაიტანა თუ ხო ჩაიტანა ვაშინგტონში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად იქ შეინიშნება ძალიან საინტერესო ტენდენცი, საინტერესო სპლიტები რუბიოსა და ვიტკოფს შორის. იქ კელოგის ძალიან საინტერესო ამბავია, კელოგს მოვიდა ერთი ინფორმაციით კი არა, პრაქტიკულად დადასტურებული ინფორმაციით კონფლიქტი ამ სწორედ ვიტკოფთან და ასე შემდეგ. ტრამპი რა პოზიციას აირჩევს, მოხდება თუ არა შეთანხმება მინერალებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ბევრი დეტალი. მოკლედ ამაზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ ის რა არის, აი ამ რაღაცა 10-15 წუთიან, აუცი ბევრი ალბათ ვიდეოებში, ხო, ყველაფერზე რო გინდა ლაპარაკი, აი კობახიძეზე დაიწყინა, მოდი მაინც აი ამ კობახიძიზმით ან ივანიშვილის მეტასტაზებით გავაგრძელოთ საუბარი. რატომ იყო ჩასული, ვისაუბროთ ყაველაშვილს. რატომ იყო ჩასული პრეზიდენტად მომუშავე ყაველაშვილი აზერბაიჯანში? ხა მე გეტყვით, რომ ოფიციალურად არა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რა თემებზე იყო საუბარი. ოფიციალურად თუ არ ვწდები ამ კუთხით გავრცელდა, სიმართლე გითხრათ, მე აღარ ჩამიხედავს ეს ბოლო პრეზიდენტად წოდებული საიტზე კი არა, მედიაში მთავრობისა თუ მოცნებისა. ხო, მაგალი ალბათობით იყო საუბარი შუა დერეფანზე. შუა დერეფანი უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანისთვის, სამხრეთ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ სამხრეთ ევროპისთვის.
მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან არის დაინტერესებული შუადერეფნის გაძლიერებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კულუარებში ძალიან ხშირად განიხილავენ საკითხს, რომ აი წინა ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ანუ ბლინკენისა პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა შუადერეფნისათვის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია, თუ ჩრდილოეთ დერეფანი არ არსებობს და სამხრეთ დერეფანიც არ არსებობს, ხო? არ არსებობს ფაქტია, სამხრეთ დერეფანი, იმიტომ რომ ის ირანის ჩრდილოეთზე გადის და ირანთან დაურთიერთობა ჯერ ინფრასტრუქტურულად არ არსებობს, მაგრამ რომც არსებობდეს რა რთული ურთიერთობა აქვს ირანს შეერთებულ შტატებთან, ჩემზე უკეთ მოიხსენებათ. ჩრდილოეთ დერეფანი არ არსებობს, შეერთებულმა შტატებმა ერთი წელი განხანგრძლива სანქციები პრეზიდენტმა ტრამპმა დადებული ბაიდენის მიერ, მათ შორის ეს ეხება ნოვოროსიისკის პორტს, ეხება ტამანის პორტს, ეხება ტვირთბრუნვას და ასე შემდეგ. შავი ზღვის საკითხი შეიძლება გამოყოფილი იყოს ამ ყველაფრისაგან. უამრავი ამბავია და აი ამ პროცესში ძალიან საინტერესოა სწორედ შუადერეფანი და შუადერეფნის კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესოა ანაკლიის ღვაწლოვანი პორტი, რომელზეც არ ვიცი, ალბათ ერთი 70 ჯერ ვისაუბრია თქვენთან და ამ ხნის სამ რაღაც 4-5 წლის განმავლობაში 70 შეიძლება ბევრს ვამბობ, მაგრამ ნუ 30 შეიძლება ვისაუბრე. ხო და პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი იყო ჩასული აზერბაიჯანში და ამ თემებზე ბუნებრივია ქონდა საუბარი, მაგრამ კიდევ რა თემაზე ისაუბრა. ახლა მე გაგიმხელთ ერთ ინფორმაციას, რომელიც ძალიან საინტერესო არის. დღეიდან და 20 დღეში 9 მაისია. დღეიდან და 20 დღეში 9 მაისია და პრეზიდენტი პუტინი, რომელისთვისაც ეს ბოლო მრგვალი თარიღია სამბოლო ომის კონტექსტში, იმიტომ რომ 10 წლის შემდეგ სიცოცხლე არ იქნება, არა უბრალოდ 20 წლის შემდეგ სიცოცხლე ნახდათ არ იქნება და 10 წლის შემდეგაც სიცოცხლე არ იქნება, ან არა. ანუ 2035 წელს და შესაბამისად დიდი სამბოლო ომის დასრულებიდან 90 წლის თავს უბრალოდ ვერ იზეიმებს და ნახდათ ვერ იზეიმებს 100%-ით 2045 წელს, ხო? ეს ხო ფაქტია. ან გამოპროტუნებული იქნება თუ იქნება იმ ხანად. არ იქნება. ხო და პუტინისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს სწორედ 2025 წლის 9 მაისს. და ის ეპატიჟება სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებს. ცხადია, არავინ არ ჩადის ცივილიზებული სამყაროდან, ამიტომ ის აქცენტს აკეთებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე და პრაქტიკულად ყველა ცხადია ბალტიელებს და უკრაინელებს და მოლდოვას, ნუ რაღაც ცოტაა, ხო, ბალტიელებს, უკრაინელებს და მოლდოვას გასაკვირველია ვერ მიიპატიჟებს. ეხლა 5 რო გამოვაკლოთ 15-ს, უკვე 10-ია საკუთარი თავის რომ უნდა გამოვაკლოთ ეს ფაქტი, რომ 9 რესპუბლიკაზე არის გადაფიჩინე. ანუ ბელარუსი ჩადის, ბუნებრივია ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერები ჩადიან, მაღალი ალბათობით ჩადის ალიევი და პრაქტიკულად დადასტურებულია რომ ჩადის ფაშინიანი, ანუ სომხეთის პრემიერ-მინისტრი. აი საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჩასვლას და ეს ყველაფერი რაც ხდება სალავიოვის ეთერში, რაც ხდება მარგარიტა სიმონიანი, რასაც ამბობს ეს პესკოვი, რასაც ამბობს საქართველოსთან მიმართებაში, დუგინი, რასაც ამბობს საქართველოსთან მიმართებაში, უკლებლივ ყველაფერი არის ამ ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი. ჰიბრიდული ოპერაციის შედეგად საქართველოს de facto ხელისუფლება უნდა დაავალდებულონ, რომ მან ის იყოს თამამი, ის არ შეუშინდეს შიდა პროტესტებს, რომლებიც ისედაც აქვს მას და მან გადადგას ამგვარი მკვეთრი ნაბიჯი და მისი პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი და მისი პრემიერად წოდებული კობახიძე ჩავიდნენ 9 მაისს წითელ მოედანზე გავიდნენ, მავზოლეუმის ქვეშ დადგენ და ჩამოართვან ხელი პრეზიდენტ პუტინს და დამთავრდეს. აი ამას ეხებოდა სწორედ მარგარიტა სიმონიანის, რომ ირაკლი также будет, ეხლა მე შეიძლება სიტყვას თქვით ვერ ვამბობ, მაგრამ ეს ირაკლიო კობახიძეო ზუსტად ისევ მობობღდება ჩვენთანო, როგორც ის ირაკლი, ანუ ერეკლე მეორე მობობღდა 1795 წელს, 95 წელს როგორ მიბობღდა, კარგად არ ვიცი სიმართლე გითხრა, მაგრამ მარგარიტა სიმონიანის ამ შოვინისტურ რუსულ ტვინში რეები იხარშება, ხო? და ვისია ეს გათვლილი ეს ყველაფერი, ამას ხო ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მან მე-12 საუკუნის ამბავი, მე-18 საუკუნის მიწურულის ამბავთან გადმოხლარდა და ისე წარმოაჩინა არასწორი რეალობა. პრაქტიკულად არც ერთი სიტყვა, რომელიც მან თქვა თუ 1795-ის ან 1793-ის ან ერეკლე მეორის მიბობღების ან რაღაცა 2000 მოწამის, რეალურად 100000 იყო თუ იყო ის და ის იყო 6 საუკუნით ადრე,
ამ კონტექსტში ხო ამ ყველაფერზე თუ ვილაპარაკა ეს ყველაფერი იყო დიდი აჯაფსანდელი, მაგრამ ასთავარია გაიყიდა. ხო და ალიევი ახლა გაგიგვირდებათ და ელაპარაკა მიხეილ ყაველაშვილს და გადასცა გზავნილი არა პუტინისა ცხადია, ახლა პუტინი ყაველაშვილამდე არ დავა, მაგრამ რუსეთის შესაბამისი სამსახურებისა იმის თაობაზე, რომ რუსია სჯდოთ. რუსეთი ელოდება ყაველაშვილს და კობახიძეს. ახლა ყაველაშვილი რისი გადაწყვეტილების მიმღებია გულახდილებით თუ ვიქნებით. ამიტომ დაბრუნებული ყაველაშვილი ისედაც იცოდა ბუნებრივია ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ელოდებიან საქართველოს დელეგაციას 9 მაისს. ის ცხადია შეხვდა პრემიერად წოდებულ კობახიძეს და ორივემ ბოდიში ხდია. სიტყვისთვის გაგაზა, ან ორივე წავიდა აბასთუმნის უღრანებში და ისინი შეხვდნენ ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად ისედაც აქვს ცნობები სხვა ხაზებიდან, ისედაც აქვს ცნობები იმის თაობაზე, რომ საქართველოს დელეგაციას ელოდებიან მოსკოვში 9 მაისს და არავინ, არც ერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის არც ერთი ლიდერი არ არის ისეთი ზვირფასი სტუმარი მოსკოვისთვის, როგორიც არის საქართველოს, რომლის გარეშეც საბჭოთა კავშირი როგორც ასეთი ვერ აღდგება და არ აღდგება. სურო ჩახლაპოს ხო წარმოუდგენელია უკრაინა, ხო? სურო ჩახლაპოს და საქართველოს გაჯიქურდეს. ცხადია ივანიშვილი საქართველოს არ გაჯიქურდება, მაგრამ მაინც ხო არ იქნება სრულფასოვანი საბჭოთა კავშირი, ახალი პუტინის ახალი იმპერია, თუ საქართველოს არ იქნება შიგნით. საქართველოს უზარმაზარი ფასი აქვს, მეთქი ამის თქმა მინდა, თუ ვინმე არის მსოფლიოს 200-200-ზე მეტი სახელმწიფოდან უძვირფასესი სტუმარი დღეს მოსკოვისთვის არის ორი სახელმწიფო. გაგიკვირდებათ და კარგით მithunავთ ყველა 3. ვილაპარაკოთ 3 სახელმწიფო. ეს არის პირველი რასაკვირველია შეერთებული შტატები, ანუ ტრამპი თუ მივა და ჩავა მოსკოვში, ეს ხომ პუტინისთვის საერთოდ საჩუკენო ამბავი იქნება. მეორე ეს არის რასაკვირველია საქართველოს და მესამე ეს არის უკრაინა. აი სხვა არც ერთ სახელმწიფოს ისე არ ელოდება და რასაკვირველია იცის, რომ უკრაინის ლიდერი არ ჩავა, ან როგორ ჩავა და ვერ ჩავა, იმიტომ რომ SVO გრძელდება, ხო SVO-ზე გამახსენდა ერთ-ერთი ინფორმაციით, რუსული მედია აბცელებს ამ ინფორმაციას, იქ პუტინის მთავარ სიტყვაში შეიძლება დაფიქსირდეს შემდეგი პასაჟი, რომ უკვე შემდეგ წელს ან მომავალში მოდი ესე ვიტყვი, რუსეთი ელოდება, ხო, რუსეთი ებრძვის ფაშიზმს დღეს მოცემულ ეტაპზე უკრაინის სახით და ეს აი რა არის მოსასმენი, აი ფიცო რო ჩადის, რა ნამუსით უნდა მოისმინოს მეთქი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რუსეთი ებრძვის ფაშიზმს უკრაინის სახით და უკვე მომავალში ის ელოდება დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს ამ SVO-ში მონაწილეობის მისაღებად. ოცეულების დონეზე თუნდაც. ახლა ეს რთული მოსასმენი იქნება სხვადასხვა ალიევისთვისაც, აქვე ვიტყვი, რომელიც ერთგვარი მხარდამჭერია, არა მასშტაბური, მაგრამ ერთგვარი მხარდამჭერია უკრაინისა და ეს რთული მოსასმენი იქნება ნიკოლო პაშინიანისთვის, რომელიც ჩადის მოსკოვში მიზეს და გამოიხსნა ანშურს აგვიყვანს პაშინიანის мотиваციებზე საუბარი. და საქართველოს ლიდერი დე-ფაქტო თუნდაც დე-იურე დე-ფაქტო თუ მეოთხე ესე ვიტყვი, თუ ჩავა ამ ყველაფერს და მას მიახლიან ეს ამ ყველაფერს, ხო წარმოგიდგენიათ რამდენად სერიოზული ბედნიერების ხარისხი, რამდენად სერიოზული ხდება ბედნიერების ხარისხი პრეზიდენტი პუტინისა. ამასობაში კი ამოიწურა 18 წუთი, მას ასე. დავსვათ კითხვა, მას ჩადის მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს ირაკლი კობახიძესთან ერთად მოსკოვში, ბედავენ ამას? თუ არ ბედავენ, მე არ მაქვს ინფორმაცია, არ გამომივიდეს ისე რომ 100%-იანი ვიცი რომ ესენი ჩადიან და ასე შემდეგ, არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე. ის კი ვიცი რომ აქაური ბანდიტები ამ ყველაფერს განიხილავენ. ხო და ნახოთ 9 მაისამდე არის დარჩენილი სრული თუ არასრული 20 დღე. უნდა ვისაუბროთ ჩვენ კობახიძეზე, უნდა ვისაუბროთ დოიაშვილის განთავისუფლებაზე, უნდა ვისაუბროთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც აქ გვახვედრებს და აკეთებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ ასევე უნდა კონცენტრირდეთ ცხადია უკრაინაზე, იმიტომ რომ უკრაინაში ბევრი რამ წყდება, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა სტრატეგიულ კატასტროფულ სახელმწიფოსთვის ხარაკირის ტოლფას ნაბიჯებს გადადგამს
ბანდიტი ივანიშვილის ბანდიტი ხელისუფლება ამოიწურა 20 წუთი ნახვამდის.